მოგესალმებით მეგობრებო. დღეს სერიალის ვარდების და ცოდვების მომავალ ეპიზოდზე ვისაუბრებთ. მოემსადეთ, რადგან წინ წარმოუდგენელი დაძაბულობა და მოულოდნელი გარდატეხები გველოდება. მოვლენები სერხატის სასტიკი შურისძიებით იწყება, რის შედეგადაც ჯიჰანი სიკვდილის პირას აღმოჩნდება. საავადმყოფოში მყოფი ჯიჰანი დუმილს ირჩევს და დამნაშავეს არ ასახელებს. თუმცა ზეინები, რომელსაც სერხატის სიტყვები კადირის მამის შესახებ კარგად ახსოვს, სიმართლეს ხვდება. სერხატი საკუთარი ქმედებების გამო სულიერად იტანჯება. ჯიჰანი კი ამ რთულ სიტუაციაშიც შერიგების გზებს ეძებს. ამავდროულად ნეჯათი თავის მზაკრო გეგმას ახორციელებს. მან უკვე მოახერხა სერხატის დაშორებაც მისგან. ახლა კი სერხატსა და ჯანს შორისაც შუღლს თესავს. ნეჯათი манипуляციით ცდილობს სერხატის ნდობის მოპოვებას და თავს მის ერთადერთ დამცველად წარმოაჩენს. სამწუხაროდ სერხატი ამ მახეში ებმება და ნელ-ნელა სრულიად მარტო რჩება. ვერაქისთვის ყველაფერი დასრულდა. სერხატი მას ღალატს არ პატიობს და კადირის მეურვეობის სანაცვლოდ პოლიციით ემუქრება. თუმცა აქ ჩნდება მთავარი კითხვა. ნამდვილად ბერაქმა მოკლა ტიბეტი? ექსპერტიზა შესაძლოა სულ სხვა რეალობამდე მივიდეს. არსებობს დიდი ალბათობა, რომ დაჭრილი ტიბეტის სინამდვილეში ნეჯათმა გამოასალმა სიცოცხლეს, რათა ეს დანაშაული ბერაქის საწინააღმდეგოდ გამოიყენებინა. ოჯახურ დრამაში გადამწყვეტ სიტყვას სევი მიიტყვის, როდესაც ის შეიტყობს ბერაქისა და ჯიჰან შორის არსებულ ფარულ კავშირს, მისი სამყარო თავდაყირა დადგება. სევიმი ვერ აპატიებს შვილს, ასეთ ხალხს. ზურგს აქცევს ჯიჰანს და სერხატის მხარეს დაიკავებს. ამ დაპირისპირების შემდეგ მათი ერთ სახლში ყოფნა უკვე წარმოუდგენელია. ამ სიმძიმის ფონზე ერთადერთი ნათელი წერტილი სერხატისა და ზეინების ურთიერთობაა. ბერაქის ღალატის შემდეგ სერხატი ზეინებში პოულობს იმ სითბოსთან და ერთგულებას, რასაც მუდმივად ეძებდა. ისინი ნამდვილ ოჯახად ყალიბდებიან და მომავალზე. მათ შორის საერთო შვილზეც კი იწყებენ ფიქრს. სერხატი კადირსაც არ ტოვებს და მის დაცვას ბოლომდე აპირებს. მიუხედავად დროებითი სიმშვიდისა, აზრა ჯიჰანთან ბრუნდება და სიმართლის საბოლოო გამჟღავნებამდე სულ ცოტად რდარჩება. გაიგებს სერხატი ნეჯათის ნამდვილ სახეს, სანამ ყველაფერი დაინგრევა? თქვენ როგორ ფიქრობთ? როგორ განვითარდება მოვლენები? დაწერეთ თქვენი მოსაზრებები კომენტარებში. არ დაგავიწყდეთ ვიდეოს დალაიქება და არხის გამოწერა, რომ არ გამოტოვოთ შემდეგი მიმოხილვები. მომავალ შეხვედრამდე.